გამარჯობა, კაი ხალხო. აბა, ვინ გამოიცნობთ ახლა ვის პაროდიას ვაკეთებ? აი ხა, ვის პაროდიას ვაკეთებ? ვინც თქვით ფლოიდ მეივედერი იყო ჩახ, თქვენ გამოიცანით. ალბათ რთული არ იყო, იმიტომ რომ ალბათ ვიდეოს სათაურში მეწერია მის სახელი, მაგრამ მაინც ყოჩა. ფლოიდ მანი მეივედერი არის სახელი, რომელიც ფუფუნებასთან და დაუმარცხებელ რეკორდთან ასოცირდება. მაგრამ რა მოხდება თუ გეტყვით, რომ ეს მსოფლიოს ყველაზე მდიდარი მოკრივე ეხა რეალურად ფინანსურ კრიზისშია? 1.2 მილიარდი არის ის თანხა, რომელიც ფლოიდმა მთელი კარიერის განმავლობაში გამოიმუშავა. მაგრამ ეხლა ის ყველაფერს აკეთებს, რომ ვალები დაფაროს. დღეს მოგიყვებით, როგორ იქცა Floyd Money Mayweather, Floyd No Money, I have so much debt, oh my god, someone help me Mayweather-ად. Floyd Mayweather-ს ამ ეტაპზე უკვე 3 ბრძოლა აქვს წლის განმავლობაში ჩანიშნული. პირველი არის Mike Tyson-თან, დიახ. Floyd Mayweather-ის და Mike Tyson-ის exhibition ჩხუბი შედგება. ორი ტიპი, რომლის საერთო ასაკი ლამის საუკუნეს უდრის. გამოდის, რომ იჩხუბებენ ორი პენსიონერი, მაგრამ აქედან ერთ-ერთ ფული მართლა ჭირდება. ეს ყველაფერი მოხდება აპრილში. შემდეგ ბრძოლა კი არის ივნისში Mike Zambidis-თან ივნისში. ალბათ გაინტერესებთ ვინ არის ეს Mike Zambidis-ი? ერთადერთი რაც შემიძლია გითხრათ არის რომ ეს არის კიკბოქსერი საბერძნეთიდან და ეს ჩხუბით მოხდება საბერძნეთში. მედი არაფერი არ ვიცი. და დიდად მნიშვნელოვანიც არის ხა ამ თემისთვის, ამიტომ მეტი რისერჩი არ გამიგეთებია. და ბოლოს პროფესიონალური რევანში მენი პაკიაოსთან Netflix-ზე. ანუ ამდენი ხანი კარიერის დამთავრების შემდეგ ხო ჩხუბობს მეივედერი, მაგრამ exhibition ჩხუბებში. ეს იქნება პროფესიონალური. ანუ თავის 50-0-ზე რეკორდს რის ქვეშ აყენებს და ჩხუბობს მენი პაკიაოსთან. რატო აკეთებს ამას? იმიტომ რომ ძალიან უყვარს კრივი და ვერ შეეშვა და დამოკიდებულია და მოუნდა ეხლა რომ დაბრუნდეს პრო კარიერაში თუ რა? არა, უბრალოდ ვალები აქვს, ვალები. და ფლოიდმა იცის რომ ძალიან ბევრი ნახულს აწერს ეხლა Netflix-ზე მენი პაკიაოსთან პროფესიონალური ჩხუბი. ეს წარამა რაღაც უაცო ტიპებთან რო exhibition ჩხუბებს აკეთებდა ეგეთი კი არა. მართლა პრო ჩხუბი მენი პაკიაოსთან Netflix-ზე ეს ძალიან დიდ ფულს შემოიტანს და რაც მას ამ მომენტში ჭირდება. მოკლედ ფლოიდის ცუდ ფულის მენეჯმენტზე დიდი ხანი მიდის საუბარი, მაგრამ რა გააცოცხლა ხა ეს თემა. ლოგან პოლი იყო ერთ-ერთ პოდკასტზე, ერთი კვირის წინ თუ არ ვწდები და მან მოყვა ესეთი ამბავი. როგორც მოგხსენებათ ლოგან პოლს და მეივედერს რატომღაც ჰქონდათ exhibition ჩხუბი, გემახსოვრებათ ალბათ ეს ამბავი. და როგორც ლოგან პოლი ამბობს, თურმე მეივედერმა ლოგან პოლთან ბრძოლის უფლებები ვიღაც შეიხებს მიყიდა 10 მილიონ ლარად კი არა. Floyd Mayweather-მა ლოგან პოლთან ჩხუბის უფლებები დუბაიში ვიღაც შეიხებს 10 მილიარდად მიყიდა, 10 მილიონად მიყიდა. მოკლედ თანხა წინასწარ აიღო, დაპირდა რომ აქ თქვენთან ჩავატარებო ამ ივენტს, თუ არ ვწდები ის ჰელი ფრენს დასაჯდომი ადგილი როა სადაც რაღაც ბევრი ცნობილი ივენტი მოხდა, რა მაგ ადგილზე ჩავატარებთ ჩხუბსო, 10 მილიონი გამოართვა და ამ დროს სიტუაცია შეიცვალა და ბრძოლა ჩატარდა მაიამიში. ანუ ტიპებს მიყიდა ამ ჩხუბის უფლებები, უთხრა რომ მან ჩავატარებ ფულსო, წინასწარ გამოართვა 10 მილიონი და ამ დროს ბრძოლა მოხდა მაიამიში. ამ 10 მილიონი და როგორც ლოგან პოლი გვეუბნება კონტრაქტით მისი უნდა ყოფილიყო 15%, ანუ 1.5 მილიონი დოლარი და გამოდის რომ Floyd Mayweather-ს აქვს 8.5 მილიონი ვიღაც შეიხების ვალი, 1.5 მილიონი ლოგან პოლის ვალი. დღემდე არ მინახავს ეგ ფულია ლოგან პოლი ამბობს. ასევე თუ გაინტერესებთ როგორი ბიზნესმენია Floyd Mayweather-ი, მან ლას-ვეგასში სახლი აშინა 10 მილიონ დოლარად. მოკლედ 10 მილიონი დოლარი ჩადო რაღაც უძრავქონებაში, რომლის იმ იმედით რომ ამას მერე ძვიად გაყიდიდა და ფულს იშოვიდა. ანუ რა თქმა უნდა მაგით უაკეთებენ ეგ რაღაცებს რომ ატრიალონ ფული და რაღაც აშენოს და მე უფრო ძვირად გაყიდოს, ვიდრე რაც დაუჭდა. აბა თუ გამოიცნობთ რამდენად გაყიდა ახლა ხან 10 მილიონ დოლარიანი სახლი Floyd Mayweather-მა. მოკლედ ბატონმა Floyd-მა სახლი რომელიც დაუჭდა 10 მილიონი 2026-ში გაყიდა 6.6 მილიონად. თითქმის 4 მილიონი იზარალა ამ ქონების გაყიდვაში, არა და პირიქით მოგება უნდა ენახა. თვალშორის არა მარტო ეს ერთი შემთხვევა ამ შეიხეთ, ანუ ბევრი ისტორია დადის თუ რამდენ ტიპთან არის ვალში ეს Floyd Mayweather-ი. და იყიდის ყველაფერს რომ რაღაცნაირად ეს ფული იშოვოს. წამოდი iPhone 15 რო ვიყიდო 3000 ლარად და მე 1000 ლარად გავყიდო, იმიტომ რომ Xiaomi-ს ფული არ მაქვს. აი ეს სიტუაციაშია დაახლოებით. არა მარტო სახლს, ის ამ მომენტში ყიდის თავის თვითფრინავს, ყიდის ლოს-ანჯელესის ვილას და ყველაფერს აუქციონზე ყრის. თუ არ ვწდები, წეგა რომ ამბობს, თვითფრინავი გაყიდა უკვე, ლოს-ანჯელესის სახლი 58 მილიონად გაყიდა. დაუყადაღეს სხვა შორის მაგას ჰქონდა რაღაცა, თუ არ ვწდები, სტრიპტის კლუბი, რომელშიც მე მგონი მარტო თვითონ დადიოდა. და ეგეც დაუყადაღეს. იმიტომ რომ გადასახადებს ვერ იხდიდა. მას როგორც ინფორმაცია გვეუბნება აქვს 1.4 მილიონი დოლარის ვალი საიუველირო მაღაზიებში. უჩივიან თვითფრინავის საწვავის და ტექნიკური მოსახურების გადაუხდელობის გამო და რაც ყველაზე დიდია და მთავარია 340 მილიონიანი სასამართლო დავა აქვს Showtime-თან. ასევე არის მოსაზრება, არ ვიცი რომ დადასტურებულია, რომ ხო გახსოვთ ლეგენდარული ჩხუბი McGregor-სა და Mayweather-ს შორის. ამბობენ რომ Floyd-ს საგადასახადოს, ანუ IRS-ის 22 მილიონი დოლარი მართებდა. და ბრძოლა იმიტომ ჩაატარა, რომ ციხე აერიდებენ, არ ვიცი რამდენად სიმართლეა, მაგრამ ეს სტადიას არსებობს.
ეს მენი პაკიაოსთან ახლა პროფესიონალურ რიგზე დაბრუნება ყველაზე დიდი რისკია. ეს აღარ არის შოუ ამ ბანკის გადაწყვეტასაც ეძახდა. დიდი ხანია უაზრო ექსიბიშენ შუებს ვატარებ და ეძახდა რომ ბანკებს არ ცხოვა, იმიტომ რომ რაღაც ვიღაც უაზრო ტიპს მარტივად მოუგებდა და ამ დროს ძალიან ბევრ ფულს უხდიდნენ. ამ საჩვენებელი ბრძოლებია თქვა ამ ყველაფერს. მაგრამ ეხლა ეს პაკიაოსთან არის ბრძოლა, რომელშიც შეიძლება მისი მთავარი რაღაც დაკარგოს მეივედერმა, მთავარი დაუმარცხებელი მოგრევის სტატუსი, რაც მისი სახელის დიდი ნაწილია, შეიძლება დაკარგოს. ფლოიდი მოკლედ როგორც ვიცით, ახლა გენერალური მოკრებია, მაგრამ როგორც ჩანს, აი ძალიან ცუდი ბიზნესმენია. მისი კარიერული შემოსავალი 70-80% გაანიავა. 2026-ში მაგ ტიპს ხედავთ ადამიანად, რომელიც იბრძვის არა დიდებისთვის, არამედ იმისთვის, რომ გადარჩეს ფინანსურად. ასე რომ წელს როცა ფლოიდ მეივედერს რინგზე დაინახავთ, არ იფიქროთ, რომ ის იქ არის, იმიტომ რომ მკრები ძალიან უყვარს და ვერ შეეშვა. არამედ იმიტომ, რომ ინკასატორები დასდევენ და ტელეფონს რა მოწევს, ის მინუსი უწერია და ასე შემდეგ. თქვენ რას ფიქრობთ, რა ბედი ეწევა ფლოიდ მეივედერს? დამთავრდება მისი კარიერა გაკოტრებით და ბომბზე შერწყება, თუ რამენერად მოახერხებს რა მოტივდივდეს? ბრძოლაზე რას ფიქრობთ? ნუ რადგან ყველაზე სერიოზული ბრძოლა პაკიაოსთან არის, მაგ ბრძოლაზე რას ფიქრობთ? დაუსრულებს პაკიაო ნოსას წაართმევს და ვაფშე შრალზე დატოვებს თუ მოუგებს მეივედერი და ცოტა მოეშვება. ისე სულ რომ მოიგოს 50-0-ზე გასცეთ რომ ლამაზ საახავია, ვიდრე 51-0-ზე. არ ფიქრობთ ესე? ანუ არაფერში არ ეს ერთ-ერთი მეტი მოგივა. აი 59-0-ზე რო იყოს კიდე ხო, იმიტომ რომ 50-0-ზე დაждდებოდა ლამაზად, მაგრამ 51-0-ზე, რა ვიცი, მე არ მომწონს. მაგრამ მე რა მომწონს და რა არა ესე ვისაინტერესებს, ამიტომ დამიწერეთ თქვენი აზრი და დღეისათვის სულ ეს იყო. თან ფლოიდს ძალიან იტყობა რომ იმენა ფულისტია, რასაც ქვია. დღემდე დებს ტვიტერზე და რაღაც სოციალურ მედიაზე ხვდება ვიდეოები, ფლექს აუც რა ძალიან დიდი კუჩის პარტია და ძალიან ბევრი რაღაც ვიყიდე, მანქანაში და ძალიან ბევრ ფულებს ითვლის, სულ ფულზე ან ფულია მისი მთელი პერსონალიტი, ანუ სულ ფულზეა და რაღაც ფულისტი ტიპია რა. შეიძლება ვთქვათ რომ ვერ გაიზარდა, ანუ ეგონია მთავარი ამოსავალი სამყაროში, რომ ფული და სულ ფლექს აუც და სულ ფული და ფულს ანახებს და რაღაცა არათავში დაჯერებული ტიპის საბჭოებას ტოვებს აი ამით რომ სულ ფულით რაღაცა. ნახეთ მე ისევ მაქვს ძალიან ბევრი ფული მაქვს. აი ნახეთ ფული მაქვს, აი ნახეთ გუჩიში რაღაც ვიყიდე. აი ფული და ბოლოს აი ფული. შეიძლება ჯგიბი ამოკლეტილი.